ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრში მოექცა არაბული ინვესტიციების საკითხი. ქართული ოცნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არაბული ინვესტიციები ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. თუმცა რეალურად რა მიზანს ემსახურება ეს პროექტი, როგორ მიმდინარეობს პროცესები და რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს სახელმწიფოსთვის, ეს კითხვები საზოგადოებისთვის კვლავ პასუხგაუცემელია. გამჭირვალე ხარ ამდენად არის კიდე ცალკე კითხვა, მაგრამ ჩვენთვის სხვა პრობლემა დგას აქ. ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე და ჩვენ ვთვლით, პირადად მე ხა ჩემი პოზიციიდან ვისაუბრებთ, რომ ინვესტიცია გასაგებია, რომ ქვეყანაში შემოდინებული თანხა არის ყველაფერი ინვესტიცია, ხო? ეხლა მე თვითონ პროფესიით ბიზნესზე თქვა ფინანსისტი და ვიცი რაც არის, ხო? მაგრამ გააჩნია ამ ინვესტიციას რა სარგებელი მოაქვს და რა ეროვნული ესე ვთქვათ საფრთხე აქვს, ხო? ანუ ჩვენს ქვეყანას, ანუ აქ რაზეა საუბარი. შეხედე, აი ძალიან ბევრი პოლემიკაში შემოდის ჩემთან ამ თემაზე და თუნდაც ალტინფოსთან, ძირითადად ეს ოცნების ბოტები, რომელსაც ტექსტ დაუწერენ, რაღაც ასლარს ჩაურიცხავენ და აბა დავაი მიდი და გლანძღავენ და 1000 რაღაც სიგიჟებს გაბრალებენ, ყველას არ გულს ხო ვიღაცას მართლა შემოდის პოლემიკაში, გონია რომ აი საქმეს აკეთებენ, ღმერთმა გაუმარჯოთ, მაგრამ ყურე, აი ლოგიკურად მინდა რომ ჩაგისვათ რა, აი ყოველგვარი რაღაც ემოციების და იმის გარეშე. შეხედე ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 10% პლუს მინუს არის დეველოპმენტი. ანუ ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, წილი აქვს დეველოპმენტს. დეველოპერული სესხები საბანკო პორტფელებში არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური. ანუ ფაქტობრივად მიზნობრიობა იმთავითვე გარკვეულია, იცის მეტიდან გამომდინარე რამდენია დასახარჯი, მაგალითად 10 მილიონიანი პროექტია მთლიანად, იცი გაყიდვები ამ თუ უბანში რა ფასით როგორ მუშაობს, იცი ბაზრის მოთხოვნა მიწოდების სტატისტიკა და იცი რომ ძალიან მარტივია თუ კომპანიას არ აქვს საგადასახადო დავალიანებები და სხვადასხვა პრობლემები და დავები 10 მილიონიან პროექტში მე ვიძახი სულ რამდენიმე წლის წინ მაგალითად equity-ს თანამონაწილეობას 20-30%-ს მაქსიმუმ დახარჯავდი, ანუ 3 მილიონამდე პლუს მინუს, დანარჩენს ბანკი გიფინანსებდა ტრანშებით ფორმა 2-ის მეშვეობით, ხო და რასაც ხარჯავდა ბანკის დაზღვეული იყო, რომ თანხა არ გაიფლანგებოდა, ლიკვიდურობა იმატებდა, მიზნობრიობად არ იხარჯებოდა, გაყიდვებიდან ესე ვთქვათ, შენდებოდა პლუს ბანკის დახმარებით და ესე ვთქვათ, პროექტი როდესაც სრულდებოდა, თან მობინადრეების კმაყოფილები იყვნენ, ბანკის თავის სარგებელს იღებდა და დეველოპერი, ინვესტორიც იღებდა იმ სარგებელს, რაც ჰქონდა წმინდა მოგების სახით. გამომდინარე 2022 წლის უკრაინა-რუსეთის კონფლიქტიდან ძალიან ბევრი მიგრანტი შემოვიდა ქვეყანაში განსაკუთრებით და ეს მოთხოვნა მიწოდების ესე ვთქვათ ბაზარი აბსოლუტურად ისე გაჯერდა რომ უკვე დაირღვა ბალანსი. ანუ ამას რასაც ვიძახი მე ჩემს ვარაუდს ხედავ ფაქტი პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ 70000-მდე ბინა გაიყიდა. 70000 ბინა საქართველოს არის აი უზარმაზარი ესე ვთქვათ ნიშნული. მხოლოდ იმ ფაქტებს ვიძახი, რაც არის საჯარო და არაფერს აი მე ვიცი და დამიჯერეთ, ხო? ამიტომ ბანკებმა, მარეგულირებელმა, რეგულატორმა, ანუ ეროვნულმა ბანკმა თქვა, რომ პორტფელის ის ნაწილი, რომელიც დეველოპერულ სესხებს ესე ვთქვათ უკავშირდება, ეს უნდა გავაჩეროთ და დეველოპერული სესხები გარდა იმისა, რომელიც მიმდინარეა და ესე ვთქვათ, დასასრულებელია, აღარ უნდა გაიცეს. ნუ ფაქტობრივად 90% შეჩერდა. ეს რატომ მოვყევი ამ ყველა შესავალი? ანუ თუ ბანკები ყველაზე მომგებიან ესე ვთქვათ, პროექტებს აღარ აფინანსებენ, იმიტომ რომ მოთხოვნა მიწოდებაა დარღვეული. ამ ბინებს იგილხილსი ვის უშენებს? ანუ ვინ უნდა იყიდოს? აი ეს ბინები, ანუ ყიდველი არ გვყავს, ხო? ეს манипуляციები და სისულელეები ჩვენ რო ვთქვით, რომ ამ ფასად არავინ არ იყიდისო და ეხლა ეს ოცნების ვიღაცა მინისტრები რო გამოდიან და იგილხილსის გაყიდვების მენეჯერებივით რაღაცებს ლაპარაკობენ, რომ აი ხო $2000 ყიდით და რამდენიმე ბინა გაყიდეთ და სტატისტიკას იძახიან, რომ აი 45% იმან იყიდა. ეს არის ყველაფერი, ანუ აი რა ვიცი, ძალიან სასაცილო ჩანს პირდაპირ გეტყვით რა და ძალიან მწუხვა, რომ საერთოდ იმის თანადღეშია ჩვენი ქვეყანა, მე აი კონკრეტულად ამას
გულისხმობ, რომ აი ესეთი რაღაცეების კეთება უწევთ, აი ამ მედია საშუალებებს და სამთავრობო ტელევიზიებს და სხვას, რომ რაღაც არაბული კომპანიის გაყიდვების ჯგუფად იქცა, ის რა ქვია, ლამის მთელი მთავრობა. ხო, აი ძალიან სამარცხვინოა პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ეს ბინები, რომელიც მან უნდა აშენდეს, რაც თვითონ პრემიერმა თქვა, დაახლოებით 16-17,000 კვადრატული იმ ფასებით რასაც ლაპარაკობს, ვერასდროს თავის თავს ვერ იღებს, ანუ ამ 6 მილიარდის ინვესტიციის კუთხით. გასაგებია, რომ ეხლა ჩვეულებრივ ადამიანს საქართველოს მოქალაქეს ამის არც თulis და არც იმას სტრატეგიული პროგნოზების კეთების აზრო და ხასიათი არ აქვს, მაგრამ ელემენტარულად ბიზნესი ვისაც ოდნავ უკეთებია, იცის რომ ეს არის სიგიჟე, ხო, რომ იმაზე მანიპულირება, რომ არა $2,000 გაიყიდება და ქართველებიც იყიდიან. ჯერც ქართველები ვერც $2,000 ვერ იყიდიან სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ, იმიტომ რომ სეგმენტი, რომელიც საერთოდ საშუალო რა ჩვენთან ფასებია ბაზარზე $1,500-მდე ვერ ადის რა და იმასაც ქართველების დიდი ნაწილი ვერ ყიდულობენ ჩვენ და სამწუხაროდ, მაგრამ ნუ ეს არის ჩემი საზრით ის ფაქტი, რომ აი უყურეთ ისევ საქსტარტის მონაცემებით მხოლოდ ფაქტები საუბრობ ხას უსვამს. ამას დაახლოებით 350,000-მდე არალეგალი ყავს. კი, ხა მთავრობის პროპაგანდა ანახებს ყოველდღე 20-25 კაცს როგორ გაიყვანს კვირაში ერთხელ, მაგრამ მიგრაციის დეპარტამენტი 20-25 კაცით რო ვერაფერს ვერ იზავ, ხო ორჯერ 2-4-ია 350,000 წარმოიდგინეთ, ესე ვთქვათ, არალეგალი ყავს. ესეც ხო იცით რომ ეს რო ოფიციალური ციფრია, რეალობა გაცილებით რომ მძიმე და სხვა იქნება. ფაქტობრივად მთელი ქვეყანა, ნუ ახალგაზრდობის აბსოლუტური უმრავლესობა გადახვეწილია საზღვარგარეთ, ხო? ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს და მათ დიდ ნაწილს სამწუხაროდ ქვეყანაში დაბრუნება საერთოდ არც განიხილავენ, არც უნდათ პერსპექტივას ვერ ხედავენ ამ პოლიტიკურ გარემოში და არიან გადახვეწილები. ანუ ის ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული მუშები, ვინც კი ამ ობიექტებზე იყვნენ, ნებისმიერთან, აი, ნებისმიერ მშენებლობაზე შეიძლება ნახავთ, რომ უკვე ქართველები უმცირესობაში არიან. ანუ ჩამოდიან შუა აზიიდან, პაკისტანელები, ინდუსები და სხვანი, იმიტომ რომ ქართველის ადგილი არ დარჩა ფაქტობრივად, იმიტომ რომ ქართველები წასულები არიან, იმიტომ რომ ქვეყანაში არ არის სამუშაო ადგილები, გადახვეწილები არიან და აი ამ პროექტების მუშახელები უნდა იყოს შეიხები ჩამოვლენ და თვითონ იმუშავებენ, ხო? ამას შემოყვება 40-50,000, ხო თვლადია ყველაფერი გონიოს და ესე ვთქვათ სარტიჭალა არის ტერიტორია, სადაც აშენებენ თუ ფონიჭალა. ამის პროექტებში 40-50,000 უნდა იყოს მუშახელი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა იქნებიან პაკისტანელები, ინდუსები და სხვანი. რომელიც პირდაპირ გეტყვით ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი საფრთხე. პლუს უყურეთ აი ხშირად აი სამათი ვიღაცა 500 ლარიანი ისინი რა ქვია პროპაგანდისტები ხშირად აგდებენ შოქს თუ თითქოს ჩვენ რაღაც მუსლიმანურ სამყაროს ვებძვით და ეს არ შეიძლება ცხადია რომ არ ვებძვით. ჩვენ პირიქით ვიძახით რომ ფასეულობები მორწმუნე ადამიანს ოჯახური იქნება თუ სხვა შეიძლება ერთ და იგივე ქონდეს, სხვადასხვა აღსარებლობა ქონდეს, მაგრამ არაბული სამყარო თუნდაც იმ რელიგიურ კონტექსტში არის აბსოლუტურად სხვა, რომელიც ასიმილაციას ვერ ახდენს ვერსად. ეს არის ცნობილი ფაქტი, ხო? ეხლა არაბები სადაც ჩავლენ, პარიზი იქნება, თბილისი თუ არ ვიცი, წალენჯი ხა, ყველგან ჩადიან, იმიტომ რომ ყველა გახდეს არაბი და არა ის რომ ვაიმე რა კაია საქართველოს და მოდი ამ კულტურას მეც ვეზიარები. ანუ ეს ხალხი ჩადის ყველგან, იმიტომ რომ იქაურობა უნდა გაარაბონ. ცუდია, კარგია, თავის ალბათ კარგია, რა ვიცი, თქვენ არ მოძრაობთ ევროპაში და არ ჩასულხარ და არ გინახიათ ქალაქები, ანუ რა ხდება და რა მდგომარეობა, ანუ მე ვიგონებ რამეს, ანუ ხშირად რაღაცაი რაღაც ფაშისტურ კონტექსტში რომ საუბრობენ ჩვენზე. რა ვიცი, არც უმალავ რა თქვენ ეთერში და ყველა არ მინდა მე საქართველოში ბევრი არაბი და არც პაკისტანელი და არც რუსი და არც იტალიელი და არც თურქსელჯუკი. მინდა რომ ძალიან ბევრი ქართველი ვიყო, ძალიან ბევრი ტურისტი ვყავდეს, ძალიან მაგარი ქვეყანა ვიყოთ, ძალიან სტუმართმოყვარე როგორიც ვართ. და საერთოდ ჩვენ ქვეყანაში რომ ბინადრობა არ იყიდებოდეს არანაირ ფასად არავისთვის, არაბზე, არც რუსზე, არც გერმანელზე და არავისზე. თუ მოქალაქეობის მიცემა უნდათ თითო ორულად და რა ვიცი, წელიწადში რამდენიმე და ჩამოიყვანენ მეცნიერებს, სპორტსმენებს, არ ვიცი, აი იმ ხალხს, ვინც ჩვენს კულტურაში, სპორტში შეიტანოს, მოქალაქეობაც მიცენენ. მაგაზეც მე პირადად თანახმოვარ. თუ ესეთ ხალხს ჩამოიყვანენ, მაგალითად, როგორც ფიგურული სრიალის ახლა ჩვენ ნაკრებში არიან
ეთნიკურად არაქართველები, მაგრამ ჩვენი დროშას აფრიალებენ სხვადასხვა პედესტალებზე და რა ვიცი, წარმოაჩენ შენ ქვეყანას. მიეცით პასპორტიც მიეცით, მოქალაქეობაც მიეცით და პრემიებიც მიეცით, მაგრამ ვიღაცა ისო ჩამოვა პაკისტანიდან ტიპი 19 კვადრატულ ბინაში 50 სული რო ცხოვრობენ ერთმანეთზე რო წვანა, რა ვიცი, ხალხი რაში გვჭირდება, რომელი ინვესტიცია ეს არის და ანუ როგორ რა კულტურა შემოვაქვთ ამათ ჩვენს. ეგ ხალხი თავის ქვეყანაში არ უნდა პირდაპირ გეუბნებით და მიდის იმაზე მუშაობა, რომ რასადმე გაყარონ და რა ვიცი, ეს არის манипуляция პირდაპირ გეტყვით. ალბათ ეს იმიტომ არის პრობლემა, რომ ეხლა ჩვენი ეხანდელი პოლიტიკური სიტუაცია სამწუხაროდ ისეთია, რომ არც ევროპასთან გვაქვს საერთო ენა გამონახული, ეს ფაქტია, ევროპა და ევროზონა ვინ მართალი ვინ მტყუანი, ამაში არ შევდივარ პოლემიკაში, ჩვენს მიმართ მეგობრულად არ არის განწყობილი, შტატებთან ჯერჯერობით არანაირი ესე ვთქვათ ნიშანწყალი არ ჩანს უკეთესობის, ესეც სამწუხაროა, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობ, რუსეთთან კი ესე ვთქვათ ლიბერალური ფლანგი აწებებს ოცნებას, მაგრამ არც მანდ არ არიან დალაგებულები და არც მანდ არ აქვთ ესე ვთქვათ ყველაფერი კარგად, ანუ არ არიან მოწოდების სიმაღლეზე, აქაც სამწუხაროდ, ამას ყველაფერს მე ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვსაუბრობ. მე ვარ ამ ქვეყნის შვილი და მე მინდა რომ ჩემი ქვეყანა და ჩემი ქვეყნის მთავრობა იყოს ყველგან ღირსეულად წარმოჩენილი და როგორც ჩემი ქვეყანა, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტი ფაქტად რჩება და ამიტომ უწევთ ამ მესამე რანგის ქვეყნებთან რაღაც ინვესტიციებზე საუბარი, რომ აი Eagle Hills-ი მაგარი კომპანია, ну აი ძალიან შორს აგვიყვანს ეს საუბარი, მაგრამ Eagle Hills-ი როგორც კომპანიაც არაა მაგარი კომპანია და არაფერი MRI ჯგუფის თან მისი აფილირება არ შეიძლება, არის ქვეკონტრაქტორი MRI-ის, როგორც ბევრი სხვა, მაგრამ მე თქვენ შეგიძლიათ თქვენი ხა ჟურნალისტები ბრძანდებით გადაამოწმეთ, ანუ სერბეთში რა პროექტი გააკეთეს, ალბანეთში, უნგრეთში, სხვაგან, სულ ავიც ბოდიში და პანჩურებით გამოყარეს აბსოლუტურად უმრავლესობა პროექტიდან, იმიტომ რომ ყველგან ესეთი რაღაცა აფიორა და ავანტურა Eagle Hills-ი გააშენებს პროექტ გერმანიაში, თქვენ როგორ ფიქრობთ, ან იტალიაში შეუშვებს ვინმე, ან მაგალითად სადმე ნორმალურ ქვეყანაში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში MRI-სთან ერთად აქვს რაღაცა პროექტი და აი ამას დააფრიალებენ და უნგრეთში მაგალითად პარალელს ვლობენ, უნგრეთში აი ხა ეს პროექტი არის სერიოზული პრობლემის ქვეშ და ალბანეთში საერთოდ ის ჩინოვნიკები, ვინც ამას ლობირებდნენ, ეხა არიან ძებნაში პირდაპირ გეტყვით. და სერბეთშიც იგივე დაძაბულობა აქვს. ამიტომ ეს პროექტი არის თავიდან ბოლომდე ავანტურა ისედაც აი იმ კონტექსტო თავი დავანებოთ, რომ Eagle Hills-ი ესე ვთქვათ რაღაც არაბული ინვესტიცია თუ არ არის არაბული ინვესტიცია, აი ამ კონტექსტო თავი დავანებოთ, თვითონ კომპანიაც არა მოწოდების სიმაღლეზე და ამას თქვენ ყველანი კარგად ნახავთ, ზუსტად იგივე ხალხი გვეწინააღმდეგებოდა ნამანხვან ჰესის თემაზე და იძახოდნენ რომ ნამანხვანის ჰესს ვინც ეწინააღმდეგება არიან რუსეთის აგენტები, ზოგი ბრიტანეთის აგენტი, ზოგი არ ვიცი ვისი აგენტი და ვიზე ქონდათ სული მიყიდული და მე საზეიმო ვითარებაში გამოვიდნენ თქვენს რომ ნამანხვან ჰესი იყო ძალიან დიდი პრობლემა და არასწორი პროექტი. ზუსტად იგივე ხალხი აი როგორც აი ხა თქვენს რომ თურმე TSU და რაღაც GPI-ის გაერთიანება არ შეიძლებოდა ისე იტყვიან Eagle Hills-ს, რომ აი იქ რაღაცა და რა ვქნათ, ხა ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვერწავალთ. აი ესე დასრულდება ეს.